დაუსვა ჩვენი სტუდიის სტუმარს, რომელიც დღეს სხვა თემაზე დავპატიჟეთ. პრინსტონის უნივერსიტეტში განათლების პანელი ქართველ სტუდენტებს დაეთმოთ წელს და მიწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ამერიკაში ნათია სირაბიძე, რომელიც ამ ამბებს მოგვიყვება, თუმცა მანამდე ეროვნული გამოცდების რეფორმაზეც აუცილებლად უნდა ვკითხო. მოგესალმები ნათია, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ მე მგონია რომ მოვასწრებთ ყველაფერზე საუბარს. თქვენგანაც საინტერესო არის მოსმენა პასუხის, როგორ ხედავთ აი ამ რეფორმას და ცვლილებებს, იმიტომ რომ გაქვთ გამოცდილება უნივერსიტეტში უმაღლეს საფეხურზე სწავლების და გაქვთ შეხება იმ სტუდენტებთან, რა კონტინგენტი მოდის რომელ უნივერსიტეტში მოკლედ. მაგრამ მაინც მინდა ამ შემთხვევაში თქვენი უცხოური გამოცდილება გაგვიზიარო, როგორი არის მოლოდინი იმ დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში და ის ფორმატი, რასაც ჩვენ უცხოელი კოლეგები, მეგობრები გვიზიარებენ და უცხოეთში უკვე აპრობირებული პრაქტიკა არის, ხედავთ თუ არა რისკებს, რომ ჩვენთან კარგად დაინერგება სწორად, ობიექტურად და ხარისხზე ორიენტირებულები ვიქნებით. შევძლებთ ამას? რთული შეკითხვა, თუმცა მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო იმისთვისაც, რომ ზოგჯერ განათლებაზე საუბარიც მეუხერხულება ისეთი მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის გუშინ ახალგაზრდა გოგონა და 4 წლის ბავშვი დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე და მინდა ყოველდღე იქ ადამიანები იღუპებიან და როდესაც უსაფრთხოების საკითხი დგას ასეთ დონეზე, ხო? განათლებაზე საუბარი ზოგჯერ მეუხერხულება უსამძიმრებ ოჯახს და გაგცემთ ახლა პასუხს. აქ საუბრობდნენ ხო იმაზე რომ არ ვიცით ჯერ ზოგადად ამ ჩანაწერში არ წერია რომ ეროვნულ გამოცდებთან ერთად იქნება გათვალისწინებული, არამედ პირდაპირ წერია რომ გათვალისწინებული იქნება სკოლის ნიშნები. სხვათა შორის ძალიან დიდი განხმაურება. არაფერი არ არის პრინციპში, მაგრამ როგორ რატომ რანაირად ამერიკაშიც ითვალისწინებენ, ევროპის ქვეყნებშიც ითვალისწინებენ. სხვათა შორის საბერძნეთში, უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება სამინისტროს გავლით. სამინისტრო ატარებს გამოცდებსაც, საბუთებსაც ისიღებს და შემდეგ ანაწილებს უნივერსიტეტებში. მაგრამ გააჩნია კონტექსტს, სად ვართ. ახლა მახსენდებოდა ჩემი პირველი სამსახური ავიღე ხელფასი იყო ის რომ სახელმწიფო გამოცდებზე 90-იან წლებში ვწერდი თავისუფალ თემებს, რომელიც მიქონდათ და ვიღაც იღებდა ნიშანს. ანუ იმ საზოგადოებაში, სადაც მსგავსი კორუფციული მეხსიერებას და ჩვევები არის და ახლა ყველა უწყების თანამშრომელი თანდათან ბრუნდება ეს კორუფციული გარიგებები და მასწავლებლებიც მათ შორის სამწუხაროდ ამ ყველაფერში ჩართული არიან და ყოველდღიურად ბავშვები წერენ რომ ნიშანს არ მიწერს მასწავლებელი, რა გავაკეთოთ და რაღაც თითქოს იმედი აქვს ჩემი. ასეთ ქვეყანაში ჩვენ ეროვნულ გამოცდებს ვაუქმებთ, ეს არის აი წარმოუდგენელი. არ არის საუბარი და სიტყვა გაუქმება არსად არ წერია და არც არსად უთქვამთ რომ ეროვნულ გამოცდების არსად არ წერია. კი ბატონო, ნახეთ როგორ არის, ანუ ეს ერთი ფრაზა გვაქვს ჩვენ რასაც ჩავეჭიდეთ და ველოდებით რომ რაღაც ცვლილებები იქნება და ეს ფრაზაც არის საკმარისი იმისთვის რომ ვიმსჯელოთ, გამოდის რომ ჩაითვალა რომ ეროვნული გამოცდები საჭიროებს დამატებას, გადახალისებას და ასე შემდეგ. არ ვდაობთ არც ერთ სტუმართან არ გვიკამათია რომ სკოლის ნიშნების გათვალისწინება და სასკოლო მოსწრების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს საფეხურზე გადასვლისთვის, მაგრამ აი ამ მაგრამის მერე ისმება ბევრი კითხვა ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით და თქვენ როგორ ხედავთ, აი თუ ვამბობთ რომ ფორმულა კარგია, მაშინ ამ ფორმულაში როგორ ჩავსვათ სკოლა, უნივერსიტეტი, თავიანთი ინტერესები, მოცემულობა, რესურსები რაც სკოლას აქვს, როგორ ჩავსვათ ისე რომ მართლა განათლების ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებულები. ანუ რა არის საჭირო იმისთვის? სასკოლო საზოგადოებასთან მუშაობა და ჩვენი მენტალიტეტის ცოტა სხვაგვარად მოქცევა, უნივერსიტეტებთან მუშაობა, რაღაცა სხვა დამზღვევი მექანიზმების შემუშავება თუ რა, რას ველოდებით, ეგ მინდა რომ მოვისმინოს სტუმრებს. პირველ რიგში საჭიროა სკოლების პოლიტიკიდან გათავისუფლება და როგორც იცით დღესაც სკოლის დირექტორები აკონტროლებენ რომელი მასწავლებელი სად რას პოსტავს, რას ამბობს, რა განწყობები აქვს. სხვათა შორის ამავე გეგმაში ისიც წერია რომ სკოლებს ექნება დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნის უფლება, რომლის მიხედვითაც სამინისტრო განსაზღვრავს რომელ მასწავლებელს რა ხელფასი დაემატოს სკოლასთან ერთად. ანუ ესეც გარკვეულწილად ზუსტად აი მოწყვლადობის გათვლით კეთდება და აი სკოლაში კი ბატონო მიუყვეთ მაგრამ დიდი ალბათობით, უბრალოდ ალბათობა იმდენ დიდია და სხვათა შორის სოციალურ მედიაშიც ამის შესახებ ჩემ პოსტს მილიონზე მეტი ნახვა აქვს და კომენტარები ძალიან ბევრია.
უკლებლივ ყველა ფიქრობს, რომ კორუფციული გარიგებები დაბრუნდება და თუ საზოგადოება და ამ კითხვებმა გადაგვაწყვეტინა, რომ დღეს ვისაუბროთ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე, ჯერ არაფერი არ ვიცი. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, თუ ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, გვექნება დიალოგი, მოусმენენ მშობლებსაც, აი ხო არის სამეთვალყურეო საბჭოები თუ სხვა, მოусმინონ მშობლებს, ნახონ რა გამოცდილება აქვს, მათ პირდაპირ შეხება აქვს, ხო თავისიანთი შვილები როგორ სწავლობენ, რა სწავლობენ და ასე შემდეგ. არჩევნები გამოცხადა უკვე სკოლებში და მშობლებს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ექნებათ ალბათ ამ პროცესში ობიექტურობის თვალსაზრისით. მოდით გადავიდეთ მეორე თემაზე, რისთვისაც მოგიწვიეთ. პრინსტონის უნივერსიტეტში ქართული პანელი მოეწყო, რაც არ ხდება ხოლმე ხშირად და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ამისთვის ჩახვედით თქვენ მიგიწვიეს პრინსტონის უნივერსიტეტში. ბევრი არაფერი ვიცი, ამიტომ თქვენ უნდა მოგვიყვეთ, რატო იყო, რა მნიშვნელობის იყო ეს ამბავი ქართველი სტუდენტებისთვის და თქვენთვის და ზოგადად აი რაღაც ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეში რომ ქართულ სტუდენტებს ეთმობათ ადგილი და მათი ხმის გაგონება აინტერესებს ვიღაცას, რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი არის. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს იყო ქართველების დიდი შეკრება, რომლის ორგანიზატორიც არის ორგანიზაცია ღირებულებების ხიდების მშენებლები, სადაც სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო საგანმანათლებლო პანელი, რომლის მოდერატორიც მე ვიყავი და ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა შტატებიდან ქართველი წარმატებული სტუდენტები, ან კურსდამთავრებულები, რომლებიც საუბრობდნენ თავიანთ გამოცდილებაზე და თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ სხვებს. საკმაოდ საინტერესო იყო როგორც დამსწრებისთვის, ასევე მონაწილეებისთვის, რადგანაც ამ აქტივობებით, მათ შორის საგანმანათლებლო პანელი იყო გარკვეული პოლიტიკური, ანუ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე იყო ბიზნეს პანელი, იყო მედია პანელი, იყო სხვა გასართობი სპორტული ღონისძიებებით და მთავარი იდეა ის იყო, რომ ღირებულებებით მსგავსი ადამიანები გავერთიანებულიყავით და გვესაუბრა საქართველოს ევროპულ დასავლურ მომავალზე. ანუ ჩვენ გარკვეულწილად შევიკრიბეთ ადამიანებიც თუ ისაუბრეთ აუცილებლად რა თქმა უნდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება იგივე როგორ მოიპოვონ დაფინანსება, რას აკეთებენ ისინი ამერიკაში, თავიანთ უნივერსიტეტებში საქართველოსთვის. ძალიან ხშირად მწერენ, ხან ლანძღავენ, რომ აი კი გაუშვი ახლა უცხოეთში ახალგაზრდები, ისინი არ დაბრუნდებიან, ისინი აღარი ქართველებენ, პირიქით თითოეული მათგანი ყოველ დღე ფიქრობს რა გააკეთოს ქვეყნისთვის. მათ შორის იკვლევენ იგივე გამჭვირვალობის კანონს, იგივე საქართველოს რუსეთის ომს და აი სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები და ზუსტად კარგად გამოჩნდა ამ ღონისძიებაზე, რას აკეთებენ ქართველები, აი ზუსტად ეს ბრწყინვალე ტვინის მქონე ქართველები საქართველოსთვის. კი ბატონო, და როგორც წესი ეს ქვეყნები, მასპინძელი ქვეყნები ცდილობენ ხოლმე რომ ეს ბრწყინვალე ტვინები დაიტოვონ თავიანთ ქვეყნებში და ეს გამოსდით ხშირად, მაგრამ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება არ იყო მთლად მასეთი, იმიტომ რომ ვიცით რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს დაუწესა რაღაც შეზღუდვები, მე ფედერალურმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაბლოკა, თუმცა ამასთან დაკავშირებით მინდოდა რომ მეკითხა პოლიტიკის გავლენაზე, განათლებაზე, როცა ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში რა გვაჩვენა ტრამპის გადაწყვეტილებამ, პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, მე თვითონ სისტემის საპასუხო რეაქციამ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიჩნიეს არაკონსტიტუციურად. აი რას გვაჩვენებს ეს მაგალითი, ამაზე მინდოდა რომ მეკითხა თქვენთვის აზრი. პირველ რიგში გვაჩვენებს იმას, რომ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის, რა მოხდება ქვეყანაში და ის რომ სასამართლომ თავის საქმე უნდა გააკეთოს. ზოგადად ნებისმიერი ქვეყნის საფუძველი არის სამართლიანი სასამართლო, რომელიც გაითვალისწინებს ყველაფერს, მოცემულობებს, მაგრამ ზუსტად კონსტიტუციის და მთავარი კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს, რომლის მიხედვითაც განათლების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და გამოხატვის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და აი ეს შიდა დაპირისპირებები, მე იმას გეტყვით, რომ საქართველოს სტუდენტებზე ჰქონდა გავლენა ამას.
გავლენა ქონდა, იმიტომ რომ ბევრმა ვერჩა ამჟამად შეჩერებულია ამერიკულ ვიზებზე, ანუ გასაუბრებაზე ჩანიშნა, ვინც უკვე ჩანიშნული, ვისაც ჩანიშნული ქონდა გასაუბრება, ისინი ჩვეულებრივად გადიან და იღებენ ვიზებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეც გამკაცრებულია, რაც მოყვა ბუნებრივია საქართველოს პოლიტიკას, იმიტომ რომ თუ ეხლა ასე ავიღოთ, თუ შენს მეგობარს აგინებ, ისიც იტყვის, რომ ხო, მაშინ რაღაც მოდიხარ ჩემთან. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართულ სტუდენტებს არ შეეხოთ, ბუნებრივია, ეს ბევრი ქვეყნის სტუდენტს შეეხო და საინტერესოა როგორ დასრულდება ეს ამბავი და საინტერესოა ზოგადად აი ამ кейსის მიმდინარეობა ბევრ მაგალითს გვაძლევს განათლების ჭრილში. ნათია, კი ბატონო, და სისტემურ მოწყობასთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო ამ თემის განხილვა. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოზე ბევრ საუბრობენ და საქართველოს საჭიროებებზე ჩვენს დიდ მეგობართან. თუ მომცემთ უფლებას დავაანონსებ, რომ ასეთივე დიდ შეკრებას ვაპირებთ ევროპაში, ჯერჯერობით ადგილი არ არის გადაწყვეტილი და იმედი მაქვს მოგიწევთ მარი რომ დაესწროთ. სიამოვნებით მოვისმენ სხვა სტუდენტებსაც, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოსაც, ცდილობენ რომ ეს ცოდნა და გამოცდილება დაგვიბრუნონ უკან. მადლობა ნათია.